საქართველოს პრეზიდენტი ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფონდს იუბილე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა პრაღაში სწავლის პერიოდი გაიხსენა, სადაც ჯორჯ სოროსს პირველად შეხვდა. პრეზიდენტმა ფონდის დამფუძნებელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ფონდი საქართველოში მოღვაწეობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. საიუბილეო მიღებას ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი, ასევე დიპლომატიური კორპუსის საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მე დღეს შემიძლია ნამდვილად დიდი მადლობა უთხრა სოროსის ფონდს იმისთვის, რაც ამ ფონდმა გაუკეთა საქართველოს. დღეს ჩემს სამუშაოში, ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში სოროსის ფონდის ალუმნები, არის ხალხი, ვის დაკავშირებული იყო თავის პროექტებით ამ ფონდთან, ძალიან მნიშვნელოვან თუ არა გადამწყვეტ როლს თამაშობენ. საქართველოში მართლაც ღია საზოგადოების არსებობა ვიზეიმოთ და არა ცალკეული ნაწილისთვის იყოს ეს სიკეთე ხელმისაწვდომი. მადლობა ჯორჯ სოროს, რაც 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის გააკეთა. ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთი რამ უნდა ვთქვათ. ჯორჯ სოროს გაუმარჯოს. დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო ამ საღამოში. მოდი ვიზეიმოთ დღევანდელი საღამო და გავიხედოთ მომავლისკენ დობით.